Ჩვილთა მოკვდავობის კოეფიციენტი. ეს მაჩვენებელია, რომელიც ზომავს დაბადებიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვების მოკვდავობის დონეს. ჩვილთა მოკვდავობის კოეფიციენტის გაანგარიშებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვილთა მოკვდავობის დონე მნიშვნელოვნად მაღალია შემდგომი ასაკობრივი ჯგუფების მოკვდავობის დონესთან შედარებით, ხან დაზმული და მოხუცებულობის ასაკის გარდა. მოკვდავობის სხვა კოეფიციენტებისაგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილთა რაოდენობა შეეფარდება ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას და არა მოსახლეობის საშუალო რაოდენობას. ჩვილთა მოკვდავობის კოეფიციენტი გამოისახება პრომილეთი და უჩვენებს 1 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობას ყოველ 1000 ცოცხლად დაბადებულზე. არსებობს ჩვილთა მოკვდავობის კოეფიციენტის გამოთვლის რამდენიმე მეთოდი. ჩვენ შევცერდებით ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც ყველაზე მარტივია, თუმცა მას იყენებს როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის, პროსტორე იქნებოდა გვეთქვა საქსტატის, ისევე ჯანდაცვის სტატისტიკა. მოცემულია ფორმულა M0 უდრის D0 გაყოფილი N-ზე და გამრავლებული 1000-ზე, ვინაიდან უნდა გამოისახოს პრომილებზე, იმიტომ ვამრავლებთ 1000-ზე, სადაც D0 არის 1 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა მოცემულ წელს. N ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა იგივე წელს. მოცემულია აგრეთვე კონკრეტული მაგალითი. მაგალითად, შეფასებითი მონაცემებით 2005 წელს 1 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა იყო 1150, ხოლო ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 50000. აქედან გამომდინარე, რიცხვებში იქნება გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა, ანუ 1150, ხოლო ნიშნულში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა, ანუ 50000. ფარდობას ვამრავლებთ 1000-ზე, რათა გამოისახოს პრომილეში. კონკრეტულ შემთხვევაში მივიღეთ 23, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 2005 წელს 1 წლამდე ასაკის 23 ბავშვი გარდაიცვალა 1000 ცოცხლად დაბადებულზე. არის კიდევ ისეთი კოეფიციენტი, როგორიც არის 5 წლამდე ასაკის ბავშვების მოკვდავობის კოეფიციენტი. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ზომავს დაბადებიდან 5 წლამდე, ანუ 0-4 წლის ასაკისათვის ბავშვების მოკვდავობის დონეს. გაიანგარიშება როგორც 5 წლამდე ასაკში გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობის შეფარდება ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობასთან. გამოისახება პრომილეთი და უჩვენებს 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვების რაოდენობას 1000 ცოცხლად დაბადებულზე. მოცემულ შემთხვევაში მოტანილია აღნიშნული კოეფიციენტის გაანგარიშების ფორმულა. ფორმულაში D04 რომელიმე პერიოდში, მაგალითად წელიწადში 5 წლამდე ასაკში გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობაა, ხოლო N იმავე პერიოდში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა. მოტანილია კონკრეტული მაგალითი. რიცხვებში, ესე იგი, 5 წლამდე გარდაცვლილი ბავშვთა რაოდენობა, ნიშნულში იმავე პერიოდში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა. შესაბამისი ფარდობა მრავლდება 1000-ზე, ვინაიდან უნდა გამოისახოს პრომილეთი და ჩვენ ვხედავთ, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღეთ 25. იმასაც შევატყობთ, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვების მოკვდავობის კოეფიციენტი უმნიშვნელოდ რამდენადმე მეტია 1 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა კოეფიციენტთან შედარებით, ანუ შვილთა მოკვდავობის კოეფიციენტთან შედარებით. არის ესეთი კოეფიციენტი, როგორიც არის დედათა მოკვდავობის კოეფიციენტი. დედათა მოკვდავობის
დონის გამომხატველად მიიჩნევენ მას და მოცემული მაჩვენებელი უჩვენებს თუ რამდენი დედა გარდაიცვალა 100,000 ცოცხლად დაბადებულზე. მიაქციეთ ყურადღება, არა 1000-ზე, არამედ 100,000-ზე, 100,000 ცოცხლად დაბადებულზე. დედათა მოკვდაობის კოეფიციენტის გამოანგარიშების ფორმულა თქვენს წინაშია. თქვენ ხედავთ, რომ რიცხველში DM გარდაცვლილ დედათა საერთო რაოდენობაა, ხოლო მნიშვნელში n ცოცხლად დაბადებულთა საერთო რაოდენობა იგივე პერიოდში. რომ ის მრავლდება 100,000-ზე, 1000 წინა მაგალითებისგან განსხვავებით, სადაც მრავლდებოდა 1000-ზე, რატო პრომილეში უნდა გამოგვესახა. მაგალითია კონკრეტული მოტანილი, მაგალითად ჯანდაცვის მონაცემებით 2004 წელს გარდაიცვალა 21 დედა. ამავე დროს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა შეფასებითი მონაცემებით იყო 52,000. აქედან გამომდინარე 21 რიცხველში ხდება 21 გარდაცვლილი დედა და იგივე პერიოდში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა ნიშნელში ფარდობა მრავლდება 100,000-ზე. კონკრეტულ შემთხვევაში მივიღეთ, რომ 2020 წელს დედათა მოკვდაობამ შეადგინა 40,4. რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს 100,000 ცოცხლად დაბადებულზე გარდაიცვალა 21 დედა. მტრად-შობადობის კოეფიციენტი არის ესეთი კოეფიციენტი. იგი უჩვენებს მტრად-შობილი ბავშვების რაოდენობას ყოველ 1000 დაბადებულზე. გამოისახება პრომილეთი. გაანგარიშების ფორმულა თქვენს წინაშია. რიცხველში მტრად-შობილი ბავშვების რაოდენობაა მოცემული, ხოლო ნიშნელში ცოცხლად და მტრად დაბადებული ბავშვების საერთო რაოდენობა. n ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობაა გამომხატავს, არამედ მტრად და ცოცხლად დაბადებული ბავშვების საერთო რაოდენობას. კონკრეტული მაგალითიც არის მოტანილი, რომლისგანაც გამომდინარეობს, რომ მე აღარ გაგიშიფრავთ მოცემულ მაგალითს, ისედაც ნათელია, რომ 17 და 8 იყო მტრად-შობადობა, ანუ 1000 ზოგადად 1000 დაბადებულზე 17 ბავშვი 18 ბავშვამდე ხდებოდა. მოკვდაობის ცხრილი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ მარჩვენებელთა მოწესრიგებულ რიგს, რომელიც უჩვენებს გარდაცვალების შედეგად რომელიმე დაბადებული ერთობლიობის შემცირებას ასაკთან ერთად. წარმოადგენს ასაკობრივ მაჩვენებელთა სისტემას, რომლებიც ზომავენ მოკვდაობის დონეს დროის ცალკეულ პერიოდში, რომელიმე ასაკამდე ცოცხლად მიღწევას, სიცოცხლის ხანგრძლივობას და სხვას. მოკვდაობის ცხრილები დემოგრაფიული ცხრილების ყველაზე გავრცელებული სახეა. ისინი წარმოადგენენ მოკვდაობის ყველაზე ზუსტ დახასიათებას. მოკვდაობის ცხრილების მაჩვენებლები გამოიყენება მოკვდაობის დინამიკისა და დიფერენციაციის შესწავლისას, აგრეთვე მთელი მოსახლეობის ან ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მოკვდაობის დონის დახასიათებისას. ასევე ასაკობრივი შემადგენლობის პერსპექტიული გაანგარიშებისას, სხვა დემოგრაფიული პროცესების ცვლილებაზე მოკვდაობის გავლენის გასაზომად. მაგალითისთვის მოყვავს საქართველოს მოსახლეობის 2011 წლის მოკვდაობის ცხრილი, შეფასებითი მონაცემების საფუძველზე. მაგალითისთვის მოყვანილია მოკვდაობის ცხრილი ორივე სქესისათვის. წესით აგრეთვე გაიანგარიშება მოცემული სახით წარმოდგენილი ცხრილი ცალ-ცალკე მამაკაცებისა და ქალებისათვის. პირველ ჯგუფს X-ით, რომელიც არის აღმოჩენილი,
ვერტიკალზე ასაკი წარმომადგენს 0-დან 1 და ასე შემდეგ 5 და ბოლო 85 და უფროსი ასაკის მოსახლეობის მოსახლეობა 0 ასაკში მოცემულ სიცოცხლის ხანგრძლივობას სულ ბოლო სვეტში EX-ით, რომელიც არის აღნიშნული, ეწოდება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას. მოტანილი მაჩვენებლების განმარტებას ვთავაზობთ, უკვე ითქვა, რომ X-ი არის ასაკი წლებში, MX-ი მოკტაობის ასაკობრივი კოეფიციენტი, ოღონდ არა ჩვეულებრივი გაგებით, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ, არამედ ცხრილური არის იგი, ცხრილურს ეძახიან, გამოსახულებით პრაქტიკულად მას წინ ნულები აქვს ჩასმული, იმიტომ რომ ცხრილური ერთ ადამიანზე გაიანგარიშება, ფუძე კი სხვა არის მოცემული ცხრილის, თუმცა მოტანილი ბოლოში რიცხვები ზუსტად იგივეა, რაც ასაკობრივი კოეფიციენტი, იგივე გარკვეული ასაკისათვის მოტანილი ასაკობრივი კოეფიციენტები. QX-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მოკტაობის ცხრილებში. იგი წარმოადგენს გარდაცვალების ალბათობას სიცოცხლის მომავალი წლის განმავლობაში. LX-ი ახალდაბადებულთაგან X ასაკამდე მიღწეულთა რაოდენობა, ანუ ახალდაბადებულიდან რომელიმე ასაკამდე რამდენი მიაღწევს. DX-ი გარდაცვლილთა რიცხვი ასაკობრივ ინტერვალში X-დან X plus N-მდე. N შეიძლება იყოს 1 ერთწლიანის დროს და 5 წლიანის დროს, ინტერვალის დროს 5. დიდი LX-ი ცოცხლად ყოფთა რიცხვი ასაკობრივ ინტერვალში ასევე X-დან X plus N-მდე. აქაც ერთწლიანების დროს N 1-ია, 5 წლიანი ინტერვალების დროს, როგორც ჩვენ აგვაქვს, წინ ცხრილმოტანილ ცხრილში 5-ია. TX-ი ადამიანთ წელი სიცოცხლის რიცხვი X-ი და უფროს ასაკში. და ბოლოს EX-ი მოსალოდნელი საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა პირთათვის, რომლებმაც მიაღწიეს X ასაკს. თუ ჩვენ დაუბრუნდებით წინა ცხრილს, შეგვიძლია ვნახოთ, რომ თქვათ 50 წლის ასაკისათვის სიცოცხლის კიდევ მოსალოდნელი ხანგრძლივობა არის 25 და 78 მიასედი წელი. ეხლა ვნახოთ 70 წლის ასაკისათვის, ეს არის თითქმის 12 წელი, რაც ნიშნავს, რომ 70 წელს მიღწეული ადამიანი კიდევ საშუალოდ შეიძლება იცოცხლოს 12 წელი საშუალოდ. ზეალაპარაკი ვიღაცა მეციცოცხლებს გაცილებით, ვიღაც შეიძლება უფრო ადრეც გარდაიცვალოს. ეხლა მოკლედ გვინდა შევეხებთ მოკტაობას სიკვდილის მიზეზების მიხედვით. იგი გულისხმობს მოკტაობის დიფერენციაციას სიკვდილის მიზეზების მიხედვით. მოკტაობის ანალიზი სიკვდილის მიზეზების მიხედვით საშუალებას იძლევა შეფასდეს მოკტაობაში სიკვდილის ცალკეული მიზეზის მნიშვნელობა, გაკეთდეს დასკვნა იმის თაობაზე, თუ მოკტაობის დონის შემცირებისათვის რომელი დაავადებების წინააღმდეგ უნდა იქნას მიმართული ძირითადი ძალისხმევა. განისაზღვროს ამა თუ იმ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ღონისძიებათა ეფექტიანობა. მნიშვნელოვანი ცვლილება მოკტაობის სტრუქტურაში განპირობებულ იქნა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა შორის თანაფარდობის
ცვალებადობით თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში ინფექციურ დაავადებებს პირველი ადგილი ეკავათ სიკვდილის მიზეზთა სტრუქტურაში, უკვე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მოკვდაობა ამ მიზეზით შემცირდა 10-ჯერ და მეჯერ და პირველ ადგილზე გამოვიდა მოკვდაობა სისხლის მიმოქცევის სისტემის ახალ წარმონაქმნებისა და აგრეთვე უბედური შემთხვევების მოწამვლებისა და ტრავმების მიზეზებით. სადღეისო სიკვდილის მიზეზების მიხედვით მოკვდაობის ანალიზისათვის გამოიყენება დაავადებათა ძირითადი კლასები მეათე გადახედვის ან გადასინდვის, როგორც ამბობენ, მიხედვით. ამასთან დაკავშირებით გამოყოფენ ძირითადად 19 კლასს. მე-20 კლასი ავადობისა და სიკვდილიანობის გარეგანი მიზეზების სახელწოდებით ცნობილი იმეორებს მე-19 კლასს, რომელიც ქვემოთ არის მოტანილი. მოკვდაობის სიკვდილის მიზეზების მიხედვით ანალიზისათვის გამოიყენება მოკვდაობის კოეფიციენტი სიკვდილის მიზეზების მიხედვით. ამასთან მიღებულია მოკვდაობის კოეფიციენტების სიკვდილის მიზეზების მიხედვით დიფერენცირება რამდენიმე დონეზე. მთლიანად ქვეყნისათვის ორივე სქესის მიხედვით ერთად, ცალ-ცალკე მამრობითი და მდედრობითი სქესისა და ასაკის მიხედვით. მოკვდაობის კოეფიციენტის სიკვდილის მიზეზების მიხედვით განგარიშების წესი იგივეა, რაც მოკვდაობის ასაკობრივი კოეფიციენტის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მოკვდაობის ასაკობრივი კოეფიციენტები გაიანგარიშება შესაბამისი ასაკისა და სქესის 1000 სულზე, ხოლო მოკვდაობის კოეფიციენტი სიკვდილის მიზეზების მიხედვით გაიანგარიშება შესაბამისი ასაკისა და სქესის 100,000 სულზე. არის განსხვავებაც, მაგალითად მე-15 კლასის შემთხვევაში, რომელიც სახელწოდებაც არის ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა, აბორტი დამთავრებული ორსულობა გაითვალისწინება მხოლოდ 15-59 წლის ასაკის ქალები. თვალსაჩინოებისათვის მოყვავს დაავადებათა ძირითადი კლასები დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით.